მინდა ვკითხო ქართული ოცნების იმ ამორჩევას, რომელმაც ხმა მისცა, არ ვიცი 30%-ია, 20, 10, რამდენიც არ უნდა იყოს. ანუ სადღე გრძელოებს რომ ამბობთ საქართველოზე და ამბობთ რომ აი პირველი ქვეყანა ვართ ვეფხის ყაოსნის შესახებ, პირველი რესპუბლიკის შესახებ, პრეზიდენტების შესახებ, მერაბ კოსტავას შესახებ. დღეს საქართველოს პრეზიდენტი გახდა მიხეილ ყაველაშვილი. ანუ ადამიანი, რომელიც გვახსოვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ იგინება და ლაპარაკობს, თამაშობდა ფეხბურთს. აქ ცხონიათ მეგობრებო, ნახეთ, აი თქვენ იდახით რომ სახლში ზიხართ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება იყო ცუდი. აი აგერ არის ბანერი, ვთქვათ რომ აქეთ მოწიოთ რა. აი ბანერია დღეს ქართული ოცნების პირობებში ამ ადამიანების დასახიჩებაზე იღებთ პასუხისმგებლობას. ვის ვემართლებით და ვის მივტირით, რომ ვიღაცა პოლიტიკური პარტიები დგანან ჩვენთან ერთად და აპროტესტებენ აი ამ საშინელებას, რაც რუსთაველზე საქართველოში მიმდინარეობს და დუმხართ და ხელს აწერს ყველაფერს. აბსოლუტურად ყველა ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას. თქვენ შესახებ ზუსტად ისე ვისაუბრებთ, როგორც ვაუბრობთ წინა ხელისუფლების რეჟიმის პერიოდში ადამიანებზე, რომლებიც ხელს აწერდნენ ძალადობას, არ ვიცი, გაუპატიურებას, ღირსების შეურაცხყოფას. თქვენ ხართ იმ რიგებში, წინა ხელისუფლების რიგებში და ამ ხელისუფლების რიგებში, იმიტომ რომ ესე არ გამოვა. სახლში თბილად ხეთხართ იმიტომ, რომ თურმე გეშინიათ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მიხეილ სააკაშვილიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიიღებს რაიმე ტიპის ისეთ ზომას, დანაშაულს ჩაიდეს, აუცილებლად უნდა გავასამართლოთ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. დღეს ჩვენ სამართლიანი სასამართლო აღარ გვაქვს. ერთად აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ და აი ეს ადამიანები დაიცვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვყოფნით, არ ვყოფნით ამ ადამიანების დაცვას. დიქტატურა და ავტორიტარიზმი კი არ მოდის დგას დღეს. სანამ ჩვენ აქ ამას ვაპროტესტებთ, კანონებში შეიტანეს ცვლილება, საჯარო მოხელეები, რომლებიც თითქოს და გვეუბნებოდით. მთელი 12 წელი ქართული ოცნება გვეუბნებოდა, რომ იმიტომ არიან ხელისუფლებაში, რომ იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე წინა ხელისუფლება იყო, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი მათი ხელისუფლების პირობებში განვითარდა და მოეწერა ხელი, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და სხვა კანონებში შეიტანეს ცვლილება და ადამიანების უფლებებზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამას გვეუბნებოდნენ. და რა რეალობა გვაქვს დღეს? მეორდება 7 ნოემბერი, რამოდენიმე ჯერ, 9 ჯერ, 10 ჯერ გაიმეორეს 7 ნოემბერი. კანონებში შეაქვს ცვლილება. საჯარო სამსახურის მოხელეები, ადამიანები, რომლებიც ახერხებენ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ, სამართლებრივად უზღუდავენ ყოველგვარი პროტესტის გამოხატვას. ჩვენ ახლა ვდგავართ მშვიდად, ძალიან მალე ჯარიმები მოვა ჩვენ სახელზე, იმიტომ რომ გადაკეტვა ქუჩის, რაიმე სტიკერის მიწებება, ყველაფერი აგაათმაგეს. შეიტანეს ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში და ამ ადამიანებს მისცეს იმაზე მეტი ვალდებულება და მთხოვენ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ოდესმე კანონი მოთხოვდა მათ და სამართლიანი სახელმწიფო მოთხოვდა. მათ იმაზე მეტის უფლებას და ვალდებულებას განიჭებენ ისინი, რომ დაგვიჭიროთ, ძალიან კარგად ხედავთ ამდენი ხნის განმავლობაში მშვიდად ვაპროტესტებთ უკანონო ხელისუფლების არსებობას ამ ქვეყანაში. თქვენ ახლა მოგცემენ ახალ ლეგიტიმაციას, რომ აქ მშვიდად ყოფი ადამიანები დააკავონ. ამის პარალელურად ყოველგვარი რაიმე ტიპის ვალდებულებები ევროკავშირთან წლების განმავლობაში მთელი სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობდნენ იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ასოცირების ხელშეკრულების პუნქტები შეესრულებინათ. ბოლო 2 წლამდე საჯარო სტრუქტურების აბსოლუტური 90% უმრავლესობა მუშაობდა ყოველწლიურად კეთდებოდა ანგარიშები. რას ვაკეთებთ? ყველა ის კანონი, რომელიც ეხლა ცვლილებები შეაქვს, აი თათორო ჩვენთან ერთად დადის ეტლით. ზუსტად ასოცირების ხელშეკრულების და იმის დამსახურებაა, რომ ნელ-ნელა დაიწყო ადაპტირება ამ ყველაფრის. ეხლა ყველაფერს ნელ-ნელა ვალდებულებებს მიაქვთ უკან და გვეუბნებიან,
რომ არა, ეს არის ამ შემთხვევაში, ანუ დიქტატურა მოდის არა, დიქტატურა არის აქ. და ჩვენს თვალწინ თქვენი ლეგიტიმაციით, რომლებიც ეხლა თუმხართ, ქართული ოცნება ძალიან მალე აქ მყოფ ადამიანებსაც დაიჭერეთ, მათაც დაიჭერეთ და პარალელურ სამყაროში გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც რეალურად არ წარმოადგენს არალეგიტიმურმა ორგანომ, ის კანონების რეგლამენტიც კი არ დაიცვეს დღეს, ანუ ის მასკარადიც კი არ გააფორმეს და არ ჩათვალეს საჭიროდ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა შეიძლება ამაზე დიდი შეურაცხყოფა იყოს ადამიანისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის, არჩევნები ჩაატარეს, არ ვიცი, აი სტუდენტებს, ლექტორები არიან აქ და სტუდენტებს სამართლის საფუძვლებს რომ უხსნიან. დღემდე CSKO-ს ყველა ტიპის სახელმძღვანელოში, რომელიც დამკვირვებლებს ეძლევა, რომელიც არის პოლიტიკური პარტიის წევრებს გაქვს, იწყება რომ არჩევნები არის საყოველთაო სახალხო ფარული, ანუ საყოველთაო და ფარული, არც საყოველთაო ყოფილა, იმიტომ რომ უამრავი ემიგრანტი დარჩა ხმის გარეშე და ეს იყო სახალხო არჩევნები, ანუ ფარულობის არანაირი დაფიქრდით, აი ბატონებო, თქვენც მოგვართავთ ბიულეტინები რომ შემოხაზეთ 41-ან, რა ვიცი, სხვა ნომრები, ხო გადმოაბრუნეთ, ხომ ჩანდა ბატონებო, თქვენც ხო იცით რომ ჩანდა, ყველამ იცით და ეს ნიშნავს რომ თავარი პრინციპი რაც შეიძლება არჩევნებს ჰქონდეს არ არსებობდა. ამის პარალელურად შეიკრიბნენ დღეს ეს არალეგიტიმური ადამიანები შეიკრიბნენ და რეგლამენტის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით თანხმეს და დაასაკნეს, რა ქვია, პარლამენტში დაამატეს ოპოზიცია. ანუ ოპოზიციად გაგვიფორმეს ადამიანები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პოზიციონირებდა როგორც ქართული ოცნების ნაწილი. ანუ პრეზიდენტის ოპოზიციონერი უნდა იმიტომ რომ ოფიციალურად პარლამენტის საიტზე ხალხის ძალა არის ოპოზიციურ პარტიად რეგისტრირებული. ანუ ჩვეულებრივი, არ ვიცი, მასკარადია, სადღაც არის მეორე სამყარო და დახმარება მინდა თქვენი. აი სახლებში რომ წავალთ, მეც ძალიან ბევრი ადამიანი მყავს, მეგობრები, რომლებიც ამბობენ, რომ იმიტომ არ დგავართ იქ, რომ გვეშინია წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული ადამიანები თუ ესე შემდეგ არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეგობრებო, ვთხოვოთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ამის გამოდუმან გამოვიდნენ და ჩვენთან ერთად გადაწყვიტონ რა არის გამოსავალი, იმიტომ რომ დუმილის პირობებში ქართული ოცნება ამ ქვეყანაში ამკვიდრებს ავტორიტარიზმს. ვეღარ დავილაპარაკებთ, ანუ სამზარეულოშიც ვეღარ დავილაპარაკებთ, ვერსად, იმიტომ რომ ეხლა ამ პროცესში ამ დღეების პარალელურად კონსტიტუციურად კანონით ყველანაირი, აი მათი ყველა ხერხს იყენებენ, რომ გაამართლონ სამომავლოდ ჩვენი აქ მყოფი ადამიანების დაჭერა, დაკავება, არ ვიცი, გაშავების რა პროპაგანდა მიმდინარეობს, ალბათ ხედავთ, ხო? ადამიანები, რა ვიცი, სასწაულ ამბებს ყვებიან და ისეთ რამეებს ამბობენ, რომ ძალიან მიჭირს, აი მე ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს ის დამნაშავე, ბოროტების მანქანის ნაწილი თუ ესე შემდეგ, გამარჯობა ალბათ უნდა უთხრა. ანუ ძალიან მრცხვენია, როგორც მრცხვენია რომ უნდა უთხრა, ისევე როგორც ადამიანს მრცხვენია რომ არ უნდა უთხრა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ყველა ადამიანის მოსაზრებას და უფლებას აქვს არსებობის საშუალება და ის იმსახურებს ღირსეულ მოპყრობას როგორც ადამიანი, მაგრამ როგორ ექცევიან მათი ხელდასმით, მათი ლეგიტიმაციით ადამიანებს, გოგონა მოყვა, რომელიც დააკავეს, იმიტომ რომ ესე იდგა, მოყვა, რომ აი საზიზღრობებს უყვებიან და ანუ რა 30-მდე ადამიანი ყვება, რომ აი ღირსების შემლახავი ტექსტებით დაკავებისას ელაპარაკებენ. 30-ვე ადამიანმა პირი შეკრა და იგონებენ ხალხო.